სალამი მეგობრებო, როგორც ისეთ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ზოგადად აფხაზეთის გარშემო არსებული თემატიკის შესწავლა, როგორც ისტორიული მიმოხილვის თვალსაზრისით, ასევე სოციალური ფაქტორების მიმოხილვით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რეალურად ვინ არიან დღეს აფხაზეთის მოსახლეობა, როგორც ქართველი აფხაზები, ასევე შერეული წარმოშობის მქონე აფსუები, რომლებსაც ასევე შეგვიძლია რაღაც მხრივ უწოდოთ აფხაზები, მხოლოდ იმ გადმოსახედიდან, რამდენადაც მაგალითად დღეს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი თავს განიხილავს ქართველად. საქართველოს მოქალაქედ ხომ, მაგრამ აი მაგალითად ძალიან დიდი ბრძოლები არის ხოლმე იმას დაკავშირებით, რომ უცხოეთში დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც ჩადიან ადამიანები, მათ სურთს, რომ იმ ტერიტორიის ნაწილებად განიხილავდნენ საკუთარ თავს, საკუთარ თავს, მაგალითად როგორც საქართველოში იგივე შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ხმარობთ ტერმინს საქართველოს მოქალაქეს, ამას იმ გაგებით, რომ რეალურად შესაძლოა გარკვეული ეთნიკური უმცირესობების მქონე ადამიანებს სხვანაირად შესაძლოა სურდათ საკუთარი თავის მოხსენება, თუმცა რასაკვირველია, ისინი უნდა ემსახურებოდნენ საქართველოს ინტერესებს, ან მინიმუმ ხელს არ უნდა უწყობდნენ რაღაც გარკვეული ეთნიკური მიკუთვნებულობის წაქეზებებს, რომლებიც მოგვიანებით მე შესაძლოა სეპარატიზმში გადაინაცვლოს. დღეს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თემებზე მუშაობა, რას წერენ აკადემიურ ლიტერატურაში და რატომ. მე ჩემი ინტერესები მაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე თვითონ კვლევაში ვაპირებ გაგრძელებას და დარჩენას, ამ მიმართულებითაც ჩემს საინტერესო იქნება მომავალშიც მუშაობა, მაგრამ გარდა ამისა, რატომ არის მნიშვნელოვანი? როგორც ვიცით, დღეს ძალიან კარგად მუშაობს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები. მათ შორის არის ერთ-ერთი კარგი გამოყენების საშუალება, რომ არა სხვას სადღაც იარაღით შევარდე, როგორც მაგალითად ხანდახან რუსეთს ახასიათებს ხოლმე, მაგრამ რუსეთმა ძალიან კარგად შეისწავლა რბილი ძალის იდეა, რომელიც მოდის ძირითადად უფრო დასავლეთის, უფრო დახვეწილი კანიბალებისგან. კანიბალები ბრჭყალებში რა, მოკლედ იმის გამო, რომ რეალურად ამ იარაღის გამოყენებას ცდილობენ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად და დღეს აღარ არის აუცილებელი, რომ სადღაც მაგალითად აუცილებლად რაღაც ბომბები ჩამოყარა, ხომ ინფორმაციის რბილი ძალით შემოტრიალება, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო დატრიალებ, უბრალოდ რაც ემთხვევა და ემსახურება შენს ეროვნულ ინტერესებს, იმის დასაცავად იბრძვი. მოკლედ ძალიან რომ აღარ განვავრცო ეს საკითხი, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო განსაკუთრებით დგას, განსაკუთრებით მოწყვლადია დღეს იმ საფრთხეების მიმართ, რაც გამოხატავს ზუსტად ამ პრობლემებს. გამოხატავს ჩვენი ისტორიასთან მიმართებას და რატომ ჩვენ ვიყოფებით საკმაოდ სუსტ მდგომარეობაში დღევანდელი მოცემულობით. ზოგადად სუსტ მდგომარეობაში ამ სიტყვის გამოყენება არ მიყვარს, მაგრამ სუსტ მდგომარეობაში არ ვიყოფებით, უბრალოდ მოწყვლად მდგომარეობაში ვიყოფებით და რატომ? ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის კუთხეში. გარდა ამისა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი დღეს უკვე თურქეთის ტერიტორია, თურქეთის ოფიციალურ ტერიტორიას წარმოადგენს და მისი დაბრუნების მცდელობები საკმაოდ უფრო ბევრად უფრო ვრცელი და კომპლექსურია და დროშიც სავარაუდოდ უფრო გადაწეული იქნება. გარდა ამისა, გვაქვს ეთნიკური უმცირესობების ჩასახლებული რეგიონები, რომლებსაც აუცილებლად სწრაფად უნდა მოელოს და ეს საუბრი ცალკე თემაა და ამაზე მინდა რომ თქვენი სურვილიც იყოს და კიდევ ძალიან ბევრი ვისაუბროთ. ძალიან მოწონს ამ ფორმატში თქვენთან YouTube-ზე საუბარი. მოკლედ, რა საფრთხეები არსებობს კიდევ ამასთან დაკავშირებით? არის ადგილი აქვს ისტორიის გაყალბების მცდელობებს, როდესაც ჩვენ ისტორიას უფრო ხდიღებენ, ესე წვავენ და საკუთარ სრულ სისულელებს გვესაუბრებიან. რეალობასთან სრულად შეუსაბამო ამბებს გვიყვებიან და ამას არ აკეთებენ არა მხოლოდ მაგალითად რაღაც გარკვეული ტიპის სეპარატისტული ძალების წამქეზებელი უცხოეთის მოქალაქეები, არამედ ამას აკეთებენ უშუალოდ ჩვენთან საზღვარზე დაპირისპირებული სახელმწიფოები, მაგალითად როგორც არის რუსეთი, მაგალითად როგორც არის თურქეთი, სამყაროს აზერბაიჯანსაც საკუთარი ინტერესები გააჩნიათ, უბრალოდ დღეს არ იმყოფებიან ისინი იმ მოცემულობაში, რომ მათ რაღაც სერიოზული ისინი წამოაყენონ, წინაპირობები წამოაყენონ და თქვათ რაღაცები მოითხოვენ, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყოს, რომ ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს საზღვრებზე. დავით გარიჩაგან რამდენი ხნის წინ იყო კონფლიქტების წარმოშობის მცდელობები, ხო და ეს საკითხი თქვათ მომავალში კიდე უნდა რაღაც საფრთხეების წარმოიშვა, მზად უნდა ვიყოთ ამისთვისაც. მოკლედ, საით მყავს ეს საუბარი? ახალი კვლევა გამოქვეყნდა 2025 წელს, სადაც რეალურად აფხაზეთის კუთხეს შეეხება ეს კონფლიქტი. ავტორი არის, არ ვიცი, იმედია სწორად ვამბობ, დონაჩა ბიჩაინი, რომლის ორიგინალ სახელს ხედავთ, როგორც იწერება, სპელინგი როგორც არის, შეგიძლიათ თქვენთან ცადოთ ამის თქვენებური თარგმნა. ეს არის ირლანდიელი მწერალი და აკადემიკოსი, რომელიც იკვლევს და მუშაობს პოსტკომუნისტურ ქვეყნებში.
საინტერესო ის არის, რომ რეალურად თვითონ მომხრეა ირლანდიის გაერთიანების, როგორც ვიცით, ჩრდილოეთ ირლანდია დღეს არის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი, ხოლო სამხრეთ ირლანდია არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა და თვითონ არის მშვიდი გზებით, რა თქმა უნდა, ირლანდიის გაერთიანება, მაგრამ როცა ეხება საქართველოს კუთხეს, აფხაზეთს ამ შემთხვევაში არის საკმაოდ ისეთი ხმამაღალი და კრიტიკული გამოვიდა და განაცხადა ესეთი რამ, რომ თურმე სტალინის დროშებით ხდება ხელმძღვანელობა დღეს პოსტკომუნისტურ რეჟიმში და არ მოხდა ეთნიკური ინტერესების გათვალისწინება. აქ მინდა რომ ერთი ჩემი კომენტარი გავაკეთო, ანუ ეს სტალინისტური დროშები, რასაც დროშები კი არა და რუკები უკაცრავად, რასაც ის გულისხმობს, ნამდვილად კი საქართველოსთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა, ეს ადმინისტრაციული დაყოფა კომუნისტების რეჟიმს, რაც ახასიათებდა და ხშირ შემთხვევაში ეს უფრო ინსტრუმენტალურ ფუნქციას ასრულებდა და არარეალურად კარგად მოძიებას, ოღონდ ამან დააზიანა რეალურად საქართველო. რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ აფსუებს, მათ შთამომავლებს, შერეული წარმოშობის მქონე ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის კუთხეში დასახლდნენ, ასიმილაცია მოახდინეს ქართველ აფხაზებთან, იგივე სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა ქართველებთან და უბრალოდ მათ ეწოდათ, იმიტომ რომ დაიბადნენ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის კუთხეში აფხაზები. შესაბამისად, ის რომ თურმე რაღაც რუკების ხვანერად გაივლო, ამან დაგვაზიანა ჩვენ და არა ისინი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი მიწები ჩამოგვაჭრეს და ისინი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რომლებიც დღეს არიან როგორც აფსუები, ასევე სხვა ჩრდილოადიღეული ტომების შთამომავლები, რეალურად როგორ შეიძლება ამაზე რაიმე რაციონალური კომენტარის გაკეთება, როდესაც თურმე ისინი დაზარალდნენ, რითი დაზარალდნენ ჩვენს კუთხეში, ჩვენ პირიქით ჩამოგვაკლეს რაღაცები, ჩვენი კუთხე აფხაზეთის ტერიტორია, ხო? და კიდე ამბობს ასეთ რაღაცას, რომ რეალურად ეს ყველაფერიო ან წაქეზების მცდელობას აქვს ერთგვარად ადგილი თითქოს EU-ზე, ანუ ასე რა ქვია, ევროკავშირზე ცდილობს გარკვეულად თითქოს აი არ ვიცი ვის დაფინანსებით ხდება, ამას ხო ვერ გაიგებ, შეიძლება თვითონ მათივე დაფინანსებით ხდება, მაგრამ თითქოს ცდილობს რომ ერთგვარად შეაპაროს ეს ის რომ აი აფხაზეთის კუთხეში თავად უნდა დაამყარონ გარკვეული ურთიერთობები, რომლებიც რეალურად მოსკოვს ჩამოაშორებს მათ, იმიტომ რომ ისინი იმყოფებიან იზოლაციაში და მხოლოდ მოსკოვის გავლით შეუძლიათ მაგალითად საზღვრების გადაკვეთა იგივე ევროპის ქვეყნებში, მაგრამ საქართველოს გავლითაც კი შეუძლიათ, მაგრამ საქართველოში კონფლიქტის გამო ისინი ჩვენზე ნაწყენები არიან და მათ არ აქვთ ამის სურვილი. და ვისი ბრალია ეს? ვისი ბრალია ის, რომ ეს კონფლიქტი საერთოდ დაიწყო? რუსების და აფსუების, ხო? გარდა ამისა, არავინ არ კრავს მათ ხელს პირიქით, ანუ საქართველოში არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აიცი რა, თუ ის არაქართველი აფხაზია, მაშინ ჩვენ მას ხელი უნდა ვკრათ, არ უნდა შემოუშვათ. პირიქით, ჯანდაცვის რეფორმებით 100%-ით გვერდ შევდგავართ, ელექტროენერგიის მხრივ გვერდ შევდგავართ, პირიქით მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი პროექტების შექმნას, რომელიც მათ სასარგებლოდ იქნება ყველანაირად მიმართული და ამასთან დაკავშირებით კიდე შეიძლება რაღაც კრიტიკა, რომ აი მაგალითად შეიძლება გამოვიდეს ახლა მაგალითად რომელიმე კახელი ადამიანი და თქვას, რომ იცი რა, რატო ხო, ანუ ჩვენ არ გვიკეთებ, ხო, კახელებს არ გვიკეთებ და ანუ წმინდა და ქართული წარმოშობის ადამიანებს არ გვაფინანსებთ და მაგალითად ახლა აფსუებს აფინანსებთ, ხო, ანუ ეს სრულიად ლოგიკური ამბავია, მაგრამ ჩვენ ყველას კარგად გვესმის ქართული წარმოშობის ქართველებს და მოქალაქეობის მქონე პირებს ძალიან კარგად გვესმის, რომ რეალურად კონფლიქტური რეგიონი რადგან არის, მათზე ოკეი, უნდა მოხდეს ჩვენი რესურსების გადანაწილება, რომ იქნებ მშვიდობით მოვაგვაროთ და მაინც ტანკებით და სისხლის დაღვრა არ დაგჭირდეს, ხო, როცა იქნება ამის შესაძლებლობა. აი იგივე რა, ხა მაგალითად თბილისში